იძახდნენ რომ ამბობდნენ რომ დავალაგებთ ტრამპთან ურთიერთობას და უკვე არ ვიცი მე რამდენი წერილს უგზავნიან მანამდე იყო კობახიძის ღია დახურული წერილები ამაზე ძალიან მკაცრი შეფასებები სხვათა შორის ყოფილი ელჩისგან შეერთებული შტატების ყოფილი ელჩისგან რას ნიშნავს ეს მათი პროპაგანდა შეიძლება ითქვას რომ დასრულდა რეალურად რისი მანიშნებელია აი ეს კი ერთის მხრივ მათ აღიარეს პრაქტიკულად ამ წერილით ეს არ გვანებებს თავს. პატარა საკმაოდ დიდი მწერია სტუდიაში და ერთგვარად მოუწიათ იმის აღიარება, რომ შეერთებულ შტატებთან ეს გადატვირთვა და კომუნიკაციის აღდგენა სუფთა ფურცლიდან დაწყება ურთიერთობების არ გამოსდით და ამას აქვს კონკრეტული მიზეზები, რატომ არ გამოსდით, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენი ქვეყანა ამ ხელისუფლების პირობებში არ არის დასავლურ ღირებულებათა სისტემასთან თარხვედრაში, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, პოლიტპატიმრები რო არ უნდა გეჯდეს ციხეებში, არჩევნებს რო არ უნდა აყალბებდე, მართლმსაჯულება რო არ უნდა გქონდეს ერთ პარტიას მიტაცებული და ასე შემდეგ, ეს არის ის ფასეულობათა სისტემა, რისი ერთგულიც რჩება ცივილიზებული დასავლეთი და რისიც თოფივით ეშინია ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ პირველივე მოსახვევში დამარცხდებიან, მიხეილ სააკაშვილი თუ გარეთ იქნება არჩევნებს არ გააყალბებენ მართლმსაჯულება თუ ჯიბეში არ ეჯდება და ასე შემდეგ და შესაბამისად ამ თვალსაზრისით არ არის ესე ვთქვათ რაღაც ესე ვთქვათ ამერიკის მხრიდან ინტერესი რომ ესეთ ქვეყანასთან კონდეს დღევანდელ მდგომარეობაში მყოფ საქართველოსთან ურთიერთობა და მეორეც სტრატეგიული პოლიტიკური სახის ტიპის ურთიერთობები, რომლებიც თვითონ გაწყვიტეს, თვითონვე თქვეს სტრატეგიული პარტნიორები აღარ ვართ, იმიტომ რომ ამას რატო ვახსენებ და თვითონ კოცებმა მინდა რომ ამას ყურადღება მიაქციონ განსაკუთრებით, იმიტომ რომ ისინი თვლიან რომ აი არადემოკრატიულ ქვეყნებთან თუ აქვს ურთიერთობა, იგივე აზერბაიჯანთან, იქ დადიან საუდის არაბეთში, რომელი დემოკრატია იქ არის. იქ ჩემო ბატონებო არის ძალიან კონკრეტული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები და შენ აქ ხარ რუსეთის გაგრძელება ვლადიმერ პუტინის პრაქტიკულად უკანა ეზო უკვე გეცინებათ ეკა უკანა ეზო ხარ ვლადიმერ პუტინის შენთან რაზე ვილაპარაკო პირდაპირ პუტინთან ასე ვთქვათ გამოუნახავ საერთო ენას და შენც იქვე მოყვები ამ სათვალავში გამობმული ხარ შენი პოლიტიკური ბედით და სტრატეგიული თანამშრომლობა არჩიე იმ სახელმწიფოსთან რომელთანაც ნუ უკვე ღიათ აქვთ არჩევანი გაკეთებული განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ეს ღია აგრესია დაიწყო პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა 3 წელიწად-ნახევრის წინ აქედან გამომდინარე არც პოლიტიკური სტრატეგიული ურთიერთობების კუთხით ხარ საინტერესო შეერთებული შტატებისთვის და არც ღირებულებითი ტიპის თანხwebdriver არ გაქვს. ამ ურთიერთობებს დალაგება არ უწერია, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს და ალბათ ეს წერილებიც ამაზე მეტყველებს პეტრე, მაგრამ აი თქვენ ოპოზიცია რას ფიქრობთ, რას აკეთებთ იმისთვის რომ საბოლოოდ არ ჩატყდეს ეს ხიდი მართლაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩვენს ყველაზე დიდ მეგობარ ქვეყანასთან, რომელმაც საქართველოს არაერთხელ გადაარჩინა და მათ შორის სხვათა შორის შიმშილსაც და მუდმივად არის მისი დამცველი, მისი ტერიტორიული მთლიანობის დამცველი და ამ ყველაფრის ავანგარდშია ეს ყველაფერი გაფუჭდა სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში და თქვენ აღნიშნეთ, სწორედ მიანიშნეთ აი ეს თარიღი რა ეპიზოდსაც ემთხვევა ეს ყველაფერი, მაგრამ აი როგორ უნდა მოხდეს ამ ურთიერთობის განახლება, აღდგენა, რა არის ამისთვის საჭირო და აღდგენადია თუ არა ეს ურთიერთობა თქვენი აზრით ქართულ ოცნებასთან? კი, კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით ორი კუთხით უნდა გავუწევთ ამ შეკითხვას პასუხი. პირველი ის, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი კომუნიკაცია და ურთიერთობა მუდმივად, მათ შორის თუ ახლა შეერთებულ შტატებზე საუბრობთ და ვაშინგტონთან, ვაშინგტონის კონტექსტში, შესაბამისად კონგრესთან, ადმინისტრაციასთან და უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში კოცების გარდა არის ოპოზიცია, ჩვენ შემთხვევაში კონკრეტულად არის ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილის გუნდი, რომელსაც უნდა პროგრესი, განვითარება, საქართველოს ხილვა ევროპულ და ევროატლანტიკურ დიდ პოლიტიკურ ოჯახში ამასთან ერთად იმ რეფორმების გატარება, რაც აუცილებელია, რომ საქართველოს შეიცვალოს პოლიტიკური სისტემა თვისობრივად და ფუნდამენტურად და ეს უნდა იცოდნენ, რომ შეერთებულ შტატებში უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არიან ასეთი პოლიტიკური პარტიები, ადამიანები და რა თქმა უნდა იციან, ჩვენ ამ გზავნილების მიტანას ვახერხებთ, არა მხოლოდ ესე ვთქვათ შორეული კომუნიკაციით, არამედ მაისში გახდით, ეხლა კიდე რაღაც პერიოდის შემდეგ გეგმავთ ისევ შეერთებულ შტატებში ჩასვლას ჩვენი პარტიის
პარტიის წარმომადგენლობა და ამის გარდა ჩვენი ვალია რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება რეალურად გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ამ შემთხვევაში მოხდება შეერთებულ შტატებთან გადატვირთვა, ეს თქვა ირაკლი კობახიძემ სულ ცოტა ხნის წინ. არა, იმიტომ რომ იცით რა არის, ამათ პირობებში ეს ვეღარ მოხდება და აღარ მოხდება, რაც არ უნდა წერილები წერონ. სხვათა შორის ერთ რაღაცას მივაქციოთ ყურადღება, იმ გარდა იმ სტანდარტული ამბისა, რასაც ყველა ეს ზედაპირზეა და ყველანი ხვდებით, თუ რას ემსახურებოდა ეს წერილი, ხო, აი კიდევ ერთხელ თან ყოფნის უთიფრობა ამ ადამიანს თვითონ ხო არ დაწერდა, ეხა გასაგებია ბიძინა ივანიშვილის ოფისიდან ან კობახიძის მიერ დაწერილია, უბრალოდ ხელი მოაწერინეს. ამბობს რომ ჩვენ ღირებულებითი თანხwebdriver გვაქვსო შეერთებულ შტატებს თქვენს ადმინისტრაციას და აქ ჩვენ საქართველოში კოცებსო, რაც არის აი თავიდან ბოლომდე აბსურდი. დემოკრატიაში ემთხოვი ერთმანეთს არჩევნების გაყალბება დაივიწყე როგორ ხდება, მართლმსაჯულება არ გაქვს მიტაცებული, პოლიტპატიმრები არ გამოკეტეთ ციხეებში, ათობით და შეიძლება ითქვას ასობით ადამიანი თუ აი რა ღირებულებითი თანხwebdriver გაქვს, რომ ქალი-ქალია და კაცი-კაცია რომ გაიძახი, შენ გონია შეერთებულ შტატებში ამ ეტაპს ვერ გაცდნენ იქ რაღაცა კონკრეტული მარგინალური ჯგუფების გარდა? ეს არის პროპაგანდისტული ძალები, რომელიც ხადია განკუთვნილია. ფარისეულობის კიდევ ერთი ნიშანი, რაც ამასთან კავშირში აი ამ ღირებულებით თანხwebdriverს, როდესაც ტრამპს ესაუბრებიან, თვითონ ამ კოცებმა მიიღეს 10 წლის წინ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ზარზეიმით გაიტანეს პარლამენტში, ამით თავი მოიწონეს მთელ მსოფლიოსთან, რომ ჩვენ არავის დისკრიმინაციას არ ვახდენთ, გაუთხოვეს კოციკაცები ამ კანონის მიღების მერე? წალეკა საქართველოს გეი პროპაგანდამ ამ კანონის მიღების მერე? თუ აი ხვდებით ხო რა დონის უტიფრები არიან და ეხა იძახიან რომ აი ჩვენ დავკარგავთ ვიზა ლიბერალიზაციას, მაგრამ ამ კანონს არ დავთმობთ. თქვენი მიღებული კანონი რო არის 10 წლის წინ და გადასარევად რო ცხოვრობდით და რო შეირგეთ ის უვიზოც და დასეირნობდით ევროპაში, ესე ვთქვათ, ვიზების გარეშე და ხარჯავდით იქ აქ მოპარულ მილიონებს, ის წლები ხო კარგი იყო. ანუ ეს უნდა ესმოდეს კოცის აი რიგით ამომრჩეველს, იმიტომ რომ ისინიც დარაზმულები არიან და აი არ დავთმოთ ეს ჩვენი კანონი, NGO-ების კონტროლის კანონზე ხო საერთოდ აღარ მაქვს საუბარი, პრაქტიკულად ეს გამოგონილი აბსურდი, ეს არის პუტინისგან გადმოწერილი, პუტინის პოლიტიკური სახელმძღვანელო წიგნიდან გადმოწერილი ტექსტი, რომ იქ ნახეს, რომ აი კარგად მუშაობს რა, ოპოზიციას და განსხვავებულ თავისუფალ აზრს, განსხვავებულ ხმას კლავს იმაში, რა ქვია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტელევიზიებში ვეღარავინ ვერ ჯდება, ვერ ბედავენ და შესაბამისად, მოდი ჩვენთანაც გადმოვიტანოთ, ბელორუსშიც კარგად იმუშავა, აგერ ცენტრალური აზიის ქვეყნები ტესტავენ და ჩვენთანაც შემოვიტანოთ. ეს არის მთელი ანატომია აი ამ NGO-ების რუსული კანონის მიღების. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, გამოსავალი რა არის ამ ვითარებიდან, ვისაუბრებთ იმ თარიღებზეც, რომელიც გვიახლოვდება 13 სექტემბერი, 4 ოქტომბერი, მე ვგულისხმობ ეს არის შეკრებების, პროტესტის გამოცხადებული თარიღები უკვე, მაგრამ ვიზა ლიბერალიზაცია ახსენეთ და ვადა ამოწურულია, მოვისმინეთ რაც თქვა, პრინციპში ირაკლი კობახიძემ, რომ მათ თითქოს ყველაფერი შეასრულეს და მეტის გაკეთებას არ აპირებენ, ახლა უკვე გადაწყვეტილება ევროკავშირმა უნდა მიიღოსო და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, როგორი იქნება? იცით, აი ვიზა ლიბერალიზაციაზე აუცილებლად გიპასუხებთ, უბრალოდ წეღან რახან დავიწყე, ბარემ ბოლომდე მივიყვან, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით არავის უსაუბრია და ჩემი ვარაუდია, ოღონდ დიდი ალბათობით აქვს ამას შესაბამისი საფუძველი, რომ ამ საკითხზე ვისაუბროთ, ამათ უნდათ ერთი აი ამ წერილის უბრუნდები ისევ ყაველაშვილის წერილს, ტრამპს რაც გაუგზავნა, მათი მიზანი იყო ტრამპის ერთგვარი დაშანტაჟება, რახან არ არიან პეკინში წარმოდგენილი იმ დანარჩენ 20 და რაღაც ქვეყანასთან ერთად და მოგეხსენებათ იქ რა ქვეყნებიც არის. იქ ვერ გაბედეს ჩასვლა, იმიტომ რომ მოუწევდათ, არ ვიცი, ჩრდილო კორეის ლიდერიდან დაწყებული, პუტინი დამთავრებული ამ ხალხზე ხელის ჩამორთმევა, ეს ოპტიკა არჩევნების წინ არ აწყობდათ და არ წაბძანდნენ, ხო? არც მოსაწვევი მიიღეს, ეხა ეს როგორ მოხდა დიპლომატიური არხებით მოსაწვევი არ გამოაგზავნეს. ფაქტია იქ არ იყვნენ წარმოდგენილი, ამას ეხა აღარ არის. და ეხლა ეუბნება შემთხვევით ხო არ არის რომ დღეს გამოქვეყნდა ეს წერილი. ამით ამ წერილით აგრძნობინებს და აშანტაჟებს ტრამპს, რომ იქ ხო არ ჩავედი და შენც რო არ მიღებ შენს კლუბში და არ მელაპარაკები და პირიქით სანქციები და მეგობარი აქტით გვემუქრები, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავქოცდებით და მთლად ჩინეთ, რუსეთ, ირან, ჩრდილო კორეის კალთაში ჩავხტებით. შენ თუ ყურადღებას არ მოგვაქცევ და ესეთ შანტაჟებს
რომ პრეზიდენტი ტრამპი არ წამოეგება, ეს გაკვეთილი როგორც ჩანს ვერ ისწავლეს ამ ადამიანს. ნახოთ როგორი იქნება პასუხი. ვიზა ლიბერალიზაცია მიპასუხეთ და შემდეგ უკვე ვიზა ლიბერალიზაციას რაც შეეხება, აქაც აი მოუყვები ისევ ის და ჩვენ პირობებში მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი ადმინისტრაციის ის კურსი რო გაგრძელებულიყო 12-ში რაც დიდქოცობა არ დაწყებულიყო 2014-ში უნდა ვქონოდა უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. ამათ მიიღეს 2017-ში, მათ შორის აი იმ კანონის მიღების ფონზე, რომლის გაუქმებასაც ახლა გთხოვენ, თორე დავიღუპებით და ამიტომ არ ვაუქმებთ და მაგრად ვდგევართ და ასე შემდეგ რო ამბობენ. 2017-დან 25 წლამდე, 24-25 წლამდე გასაგებია, რომ ყველანი ამ სიკეთით ვსარგებლობდით. ახლა საქმე დგას ძალიან სერიოზულად, დიდი რისკებია, არის საფრთხე რომ მართლაც რა თქმა უნდა გვაქვს, ამას არ ჭირდება კონსენსუსი, როგორც ჭირდება მაგალითად დასანქცირებას ბიძინა ივანიშვილის და შველიან, იქ თავის 1-2 მეგობარი რომელიც ყავს ევროკავშირის შიგნით. ამ შემთხვევაში არის კვალიფიციური უმრავლესობა, რაც ნიშნავს 27-დან 15 ქვეყანას, ოღონდ ეს 15 ქვეყანა უნდა იყოს მთელი ევროპის მოსახლეობის 65%, ანუ მაინც უმრავლესობა გამოდის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ხმები არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნები არიან აღშფოთებულები საქართველოს ამჟამინდელი de facto მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილებებით და მოქმედებებით და ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებენ. უბრალოდ ეხლა საქმე იმაზე არის, მოხერხდება თუ არა ამ გადაწყვეტილების შემსუბუქება და მიზანში იქნებიან ამოღებული თვითონ აი კოცები და მათი გარემოცვა თუ შეეხება მთელ საქართველოს და დანარჩენ ჩვენს თანამოქალაქებს. სხვათა შორის მე აქვე არ შემიძლია არ თქვა, რამხელა წვლილი მიუძღვის იმ აქციებს, იმ პროტესტს, იმ 8 უკვე ზუსტად რო გადავთვალოთ, გამოდის 9 თვე უწყვეტი პროტესტი. დეკემბრიდან მოყოლებული აგერ ამ წლის 8 თვე ამოიწურა, ხო? მე-9 თვეში ვართ, შესაბამისად 9 თვეზე მეტია იმ 28 ნოემბრიდან მოყოლებული, რაც ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენც ბევრი ხან არის ძალიან დიდი ტალღა. 278 დღეა, თუ არ ვცდები უკვე. დღეები უკვე რთული გადასათვლელია, 9 თვე ხალხი ქუჩაში დგას, ერთი დღე არ ჩაუგდიათ, ყოველ დღე აპროტესტებენ. მათი დამსახურებაც არის, იმიტომ რომ სანამ ის ევროპელი ლიდერი თიც მიაჭერს ღილაკზე გადაწყვეტილებას მიიღებს, უნდა დაფიქრდეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი თავი გადადეს, სამსახურებში აღარ დადიან, იბრძვიან, დაჯარიმებულები არიან, დაყადაღებულები აქვთ, ყველაფერი მაინც ქუჩაში დგანან, იმ ადამიანებსაც უნდა წაართვან და აუგზავნოს. შესაბამისად, საბოლოო ჯამში ეს მაინც ევროპის გადასაწყვეტია, იმიტომ რომ შენ წარმოგადგენს ეს კოცი რეჟიმი, ამ კოცმა რეჟიმმა გააკეთა ის, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გააკეთა და ევროპის მხრიდან უნდა იყოს ამ მოქმედებების შესაბამისი კონტრზომები. ანუ ყველა იმას, რა ქვია, მიზეზ შედეგობრივი კავშირი არის, ხო? რა არის მიზეზები არსებობს ზედაპირზეა, შედეგი იქნება ის, რომ უვიზოს წაგვართმევენ ქართული ოცნების დამსახურება ბჭყალებში იქნება, მათ უნდათ გაყიდო, რომ აი ევროპა წაიღებს ვიზა ლიბერალიზაციას, წაგვართმევს სინამდვილეში კოცი, ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე და ეს დაჯგუფება წაართმევს საქართველოს უვიზო მიმოსვლას, ეს რომ ეს მოდეს ყველას. ამათი წართმეული იქნება. ეს კვირა არის საკმაოდ დაძაბული კვირა. მე გულისხმობ იმას, რომ იქნება რამდენიმე განაჩენი, დაახლოებით 24 პოლიტიკური სინდისის პატიმრის განაჩენი უნდა გახდეს ამ კვირაში ცნობილი. ეს ერთი რაც არის ამ კვირაში მოსალოდნელი და ამაზეც მინდა, რა თქმა უნდა, თქვენი მოსაზრება მოვისმინო და თქვენ აღნიშნეთ აი აქციები, ხალხი რომელიც დგას ქუჩაში და დაანონსებულია 2 თარიღი, ეს არის 13 სექტემბერი, 4 ოქტომბერი. მითხარით აი ეს 2 თარიღი ხომ არ იწვევს გარკვეულ დაბნეულობას თქვენი აზრით და იქნებით თუ არა თქვენ ორივე შემთხვევაში წარმოდგენილი, მე რა ჩვენ ორივე შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე ვიქნებით აუცილებლად, მანამდე კიდე სხვა ბევრი თარიღი იყო. რაღაც ახალის დასაწყისი, ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყისი. იცით რა, შეიძლება ასეც უწოდოთ, რომ ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყისია, დიდი ცვლილებების დასაწყისი იქნება 4 ოქტომბერი, მანამდე 13 სექტემბერს გამოცხადება თუ ნებისმიერ სხვა თარიღის გარშემო იქნება მობილიზება, თქვა
თქვა დღეიდან 4 ოქტომბრამდე ჩვენ რა თქმა უნდა იქ ვიქნებით ჩვენს ხალხთან ერთად, პარტიასთან, ჩვენ გუნდთან ერთად და მე დარწმუნებული ვარ 10,000-ობით ჩვენი თანამოქალაქე გამოვა რუსთაველის გამზირზე. დიდი ცვლილებები, რევოლუციები, მოდი პირდაპირ ვთქვათ, იწყება დედაქალაქებში ხალხმრავალი აქციებით და სრულდება რეგიონებში და სამინისტროებში იქაური ვერტიკალის ჩამოშლით, როდესაც არა ბიძინა ივანიშვილს და მის დაჯგუფებას დაემორჩილებიან ეს ადამიანები, არამედ სხვა ტელეფონის ნომრებზე დარეკავენ და მოიკითხავენ, აბა შემდეგს რას ვაკეთებთ. აი ეს იქნება რეალური ცვლილებების დასაწყისი, მაგრამ ყველაფერი მაინც პირველი რატო შემთხვევით არ მეხსენებია არის ის, რომ დედაქალაქში უნდა იყოს ხალხმრავალი აქცია. ამით იწყება და სრულდება რეგიონებში და სამინისტროებში. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის დასაწყისი უნდა იყოს და იქნება აუცილებლად 4 ოქტომბერი, თუ მანამდე რამე დიდი თავყრილობა იქნება და აქციები გაიმართება, რა თქმა უნდა, იმასაც შეუერთდებით, იმიტომ რომ ყოველი ხალხმრავალი, ესე ვთქვათ, პროტესტი აჯანჯღარებს ამ ხელისუფლებას, ასუსტებს ამ ხელისუფლებას და ნამდვილად კარგი არის ქართველი ხალხისთვის და მისი მომავლისთვის. და ასევე მე აუცილებლად უნდა კითხოთ საგამოძიებო კომისიის დასკვნა და იცით თეატრო ლუკიანის კომისიას გულისხმობ ამ შემთხვევაში გასაჯაროვდება თუ არ ვწდები აი ამ დღეებში იგეგმება. ხო, ალბათ ამ კვირაში იგეგმება. თქვენთვის ნაციონალური მოძრაობისთვის მას კიდევ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ მიმართული იყო სწორედ იმისთვის, ხო, ისმისკენ რომ უნდა აიკრძალოს საერთოდ ნაციონალური მოძრაობა, რა მოლოდინი გაქვს და რას აპირებთ ამ შემთხვევაში, თუ მართლაც ასე მოხდა, რა დაუშვეს. რაღაც ესე ვთქვათ, განსაკუთრებული მოლოდინი იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე სურპრიზი შეიძლება იქ იყოს, ნამდვილად არ გვაქვს, იმიტომ რომ რისთვისაც შეიქმნა ეს ღალატის კომისია შემთხვევით არ დაგვირქმევია ამ ორგანიზაციის, ამ ინსტიტუციასაც ვერ უწოდებ, de facto არ აღიარებულ პარლამენტის მიერ უკანონოდ შექმნილი ეგრეთ წოდებული კომისია, ხო? შეიქმნა ორი მიზეზით, რომ კარგად გააპიაროს, რომ საქართველო არის დამნაშავე ყველაფერში და ომი საქართველომ დაიწყო და ამით პუტინს ასიამოვნოს და მეორე მიზანი ჰქონდა იქვე ის, რომ ნაციონალური მოძრაობა პირველ რიგში და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ახსენებენ ხოლმე შიგადაშიგ აკრძალონ. იმდენს ალბათ რა ვიცი, ეს ადამიანები ვერ მიხვდნენ ჯერ კიდევ ბოლომდე, რომ ეს არ არის რაღაც საბუთები და იუსტიციის სახლში გატარებული რეგისტრაცია. ნაციონალური მოძრაობა არის იდეა, ნაციონალური მოძრაობა არის მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ, პროგრესისკენ და იმ რეფორმებისკენ, რა რეფორმებით შეწყდა 2012-ში და აუცილებლად გასატარებელი არის მომავალში. ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ არ ვწდებოდით 2012-ში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იგვე ზუსტად ამბობდა აი დღევანდელი ტექსტები ნიუსებიდან რო ამოიკითხოთ 13 წლის თავზე, სიტყვით არის მიხეილ სააკაშვილი, რასაც ამბობდა 11-12 წლის წინ, რომ ესენი ისე გააკეთებენ, რომ ევროპამ თვითონ კრას ხელი და მე ევროპას დააბრალონ, როგორც ახლა აბრალებენ, რომ აი ვიზა ლიბერალიზაციას გვართმევს ევროპა. ვამბობდით, რომ რუსები არიან, გვეუბნებოდნენ, არა, რუსები აგერ ევროპისკენ მივყავართ. ვამბობდით, რომ ქურდებთან და კრიმინალთან შეკრულები არიან, ესენი პასუხობდნენ ხოლმე, მათ შორის ჩვენ ყველას ყავს ხო ეს ქოცი ნაცნობები, რომელი ძველი ბიჭი ბიძინა ნახეთ ეხა რომ ქურდებთან შეკრული იყოს, არიან თუ არ არიან, მათზე დგანან თუ იზიარებენ თუ არა ერთად ხელისუფლებას ეს კრიმინალური სამყარო და ბიძინა ივანიშვილი და ეს დაჯგუფება. ასე რომ ნაციონალური მოძრაობა, მისი ლიდერი ჩვენ არაფერში პრაქტიკულად არ ვწდებოდით, გინდაც გახარიაზე რომ ვამბობდით ქოცია თქო, ეგ კაციც კი ქოცი აღმოჩნდა აგერ ბოლო სერიაში. შესაბამისად ჩვენ გვაქვს დაგვეჯერება, ვიცით რაზე ვლაპარაკობთ და მომავალში ამ საქმეს აუცილებლად ქოცების დასრულების საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. კი, და მშვიდობიანი დამხობა, როგორც ამას ლევან ხაბეიშვილი, თქვენი თანაპარტიელი ლევან ხაბეიშვილი ამბობს ხოლმე ძალიან ხშირად ეთერში. დღეს იყო სხვათა შორის ბრიფინგი იმ 8 პარტიის, რომლებიც აი ამ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში არიან ერთიანი და მაინტერესებს იყო გარკვეული სკანდალი, სხვათა შორის ვერ შევამჩნია იქ თამარ ჩერგოლეიშვილი მგონი არიდგა. დღეს აგრძელებთ თუ არა მასთან თანამშრომლობას, საკმაოდ კაცრი იყო თინა ბოკუჩავას შეფასებები. ჩვენი პარტიული განცხადება გავაკეთეთ. რაღაც თვალსაზრისით არ გვინდა რომ ეხა ამ საკითხის გარშემო ვინვისთან თანამშრომლობს ხალხმა ეხა დაწყების დღიდან ბოლომდე ეს 8-იანი, რა 8-იანია, 7-იანი გახდა თუ 9-იანად გადაკეთდა, არ ამგონია ვინმე ეს ჩვენ ესე ვთქვათ პოლიტიკური კლასის და ჟურნალისტების გარდა ვინმე ეს დეტალები იცის. საქმე მდგომარეობდა იმაში, რომ არ უნდა შესულიყო პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა და მადლობა ღმერთს ასეც მოხდა. რამოდენიმე გამონაკლისის გარდა ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, სინამდვილეში რუსულ-ქოცურ სპეცოპერაციაში, რომელიც
4 ოქტომბერს გაიმართება ჩვენი დიდი აქციის პარალელურად და შესაბამისად იმის მერე, უბრალოდ შემორჩა ეს ეგრეთ წოდებული ფორმატი, თუ რამეს დააორგანიზებენ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოს, მათ შორის აქციებს, რაღაც ტიპის სხვა აქტიურობას, რა თქმა უნდა, შეუერთდებით ნებისმიერი, ესე ვთქვათ, რუიანის მიერ იქნება თუ სხვა ინიციატორის მიერ ასეთი აქტიურობა ორგანიზებული და მთავარი კულმინაცია და მთავარი აქცია, რა თქმა უნდა, 4 რიცხვში ჩატარდება.